მოგესალმებით ყველას, მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი ევროკავშირში, ასევე ნატოში. მე გუშინ მქონდა შეხვედრა, მე ჯერ დავიწყებ საუბარს იმით, რომ გუშინ მქონდა ძალიან წარმატებული შეხვედრა ნატოს ახალ გენერალ მდივანთან. ჩვენ ვისაუბრეთ ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ, ასევე ვისაუბრეთ ნატოს პაკეტის შესახებ და მის იმპლემენტაციაზე, მის განხორციელებაზე. დავსახეთ გეგმები, ჩვენ თებერვალს გვექნება უფრო მეტი, ასე ვთქვათ, უფრო საბოლოო ჩამოყალიბებული სურათი იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ პაკეტის განხორციელება. რასთავარი განწყობა არის ძალიან დადებითი, ძალიან პოზიტიური, მათი შეხედულებები არის ძალიან, ასე ვთქვათ, პოზიტიური და ოპტიმიზმით აღსავსე. ნატოს გემდივანს მე გავაცანი ახალი მინისტრი, თავის მინისტრი, ბატონი ჯანელიძე მინდია, მასაც ჰქონდა საუბარი მათთან და მიმაჩნია, რომ ახალი ეტაპი იწყება ჩვენი და ნატოს ურთიერთობებში. ეს რაც შეეხება ნატოსთან ურთიერთობებს, რაც შეეხება ევროკავშირს, მე მინდა გითხრათ, რომ ეს იყო პირველი, ასე ვთქვათ, ევროკავშირის საქართველოს საბჭოს შეხვედრა, რომელიც პირველად გაიმართა ავსტრიის ხელმოწერის, ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ. იყო ძალიან ნაყოფიერი, ძალიან სამუშაო გარემო, ძალიან ასე ვთქვათ, შედეგიანი, მე ვიტყოდი, ჩვენ დავფარეთ თითქმის ყველა ასპექტი, ყველა საკითხი გავიარეთ და მე მინდა გითხრათ, რომ მოსახლეობას ვუთხრა, რომ მთლიანად ევროკავშირი ერთხმად აღიარებს, რომ საქართველოს მიაღწია ძალიან ბევრ შტამბეჟდავ რეფორმას და გვაქვს ძალიან სერიოზული მიღწევები. ყველა სფეროში პრაქტიკულად, ძალიან მოკლე პერიოდში, ასე რომ ისინი ერთხმად აღიარებენ ჩვენს წარმატებებს. აქ არის აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა. ის რაც საქართველოში არ ჩანს და ჩვენი ევროპელი პარტნიორები, მეგობრები აფასებენ იმ მიღწევებს, რაც ჩვენ მივახციეთ ამ ორ წელიწადში. რა თქმა უნდა, პრობლემები რჩება საქართველოში, ეს არის კარგად ნაცნობი ეკონომიკური სიდუხჭე, უმუშევრობა და შემდეგ ამის დაკავშირებით ჩვენ ქონდა საუბარი, კონსულტაციები გვაქვს, ისინი ძალიან აღთქმონებულები არიან, რომ ჩვენ ამ რთულ პერიოდში, კრიზისის პირობებში გვაქვს 6%-იანი ზრდა, რაც არის მართლაც დიდი მიღწევა ჩვენი მთავრობის და ჩვენ დღეს მით უმეტეს ვინაიდან ახალი ხელმძღვანელობა დაინიშნა ევროკავშირში, ჩემს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ პირად გავცნობოდი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მათგანს მე პირად ვიცნობდი, მაგრამ აუცილებელი იყო, ასე ვთქვათ, პირადი კონტაქტების ჩამოყალიბება და მე მოვიწვიე კომისარი ჰანი საქართველოში, ასევე ქალბატონი მოგერინის ჩამოგზადება მომავალ წელს საქართველოში. მე ვაპირებ, რომ უახლოეს პერიოდში შევხვდე ევროკომისიის პრეზიდენტს ბატონ იუნკერს, ასევე კომისიის პრეზიდენტს ბატონ ტუსკს, მოგვიანებით, როცა ისინი ოფისში დაბრუნდებიან. ასევე მე მინდა გითხრათ, რომ საბოლოო ჯამში ეს იყო ძალიან პოზიტიური შეხვედრა. ჩვენ კიდევ ერთხელ შევაჯამეთ ჩვენი, ასე ვთქვათ, იმპლემენტაციის პროცესი. ისინი ერთხმად აღიარებენ, რომ ჩვენ ძალიან წარმატებულად დროულად დავასრულეთ ვიზა ლიბერალიზაციის პირველი ფაზა, ჩვენ გადავიდეთ მეორე ფაზაზე და არ გვაქვს ჩამორჩენა პრაქტიკულად არც ერთ ნაწილში. პირიქით, ჩვენ გვაქვს წინსწრებით ვასრულებთ ჩვენს ყველა გეგმას და მივუყვებით ამ განრიგს. ეს არის რაც მინდოდა მე თქვა. ასევე მინდა შევეხო ამ ბოლო დღეებში ჩვენ მოვისმინეთ, რომ ჩვენი მთავრობის ეფექტიანობის შეფასება მოხდა. ძალიან სერიოზული, სოლიდური, ასე ვთქვათ, რეიტინგები გამოქვეყნდა. მთავრობის ეფექტიანობის მაჩვენებელმა მიაღწია მართლაც ისტორიულ მაქსიმუმს ბოლო 10 წელიწადში. მე მინდა განვმარტო მოსახლეობას, რომ ეს არის რეალურად იმ პოლიტიკის შედეგი, რასაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს 2 წლის განმავლობაში. აქ მე მინდა გითხრათ, რომ თუნდაც კორუფციის რისკების მიხედვით საქართველოს მე-11 ადგილზე. და ჩვენ ჩამოვიდოდით ისეთი მნიშვნელოვანი ევროპული ქვეყნები, როგორებიც არიან, მე აღარ ჩამოვწვით, თქვენ ნახეთ ალბათ. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად გამჭვირვალე, გახსნილი ღია ევროპული ტიპის მთავრობა და ჩვენ გავაკეთეთ კიდევ უფრო მეც იმისათვის, რომ ჩვენი მოსახლეობა კიდევ უფრო გაძლიერდეს და ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს, რაც თავარი. ამიტომ ეხლა მთავარი არის, რომ ქვეყანაში ჩვენთან სახში იყოს ერთსულოვნება, სტაბილურობა იყოს. ჩვენ ამას აუცილებლად მივახცევთ. აუცილებელი არის, რომ ოპოზიცია იყოს კიდევ უფრო მეტად კონსტრუქციული გახდეს. ეს იყო, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი განხილვის საკითხი, ვინაიდან მათი სურვილიც არის, რომ ოპოზიცია ნორმალურ, ასე ვთქვათ, ჩარჩოებში მოექცეს და უფრო კონსტრუქციული გახდეს და ითანამშრომლოს მთავრობასთან. მე ამის იმედი მაქვს და ჩვენ ამისთვის მოტივირებულები ვართ. ეს არის პრინციპში ის, რაც მინდოდა რომ თქვენთვის მეთქვა. ბატონო პრემიერო, თქვენ ახსენეთ შულცთან შეხვედრის შემდეგ, რომ პროგრესი ელოდებით ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით რიგის სამირზე. ანუ როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელი იქნება, თქვა 2016 წლის დასაწყისიდან, რომ ჩვენ უფრო წინ წავიწიოთ და მივიღოთ რეჟიმი და კიდევ ერთი წინ არის რატიფიკაცია და რეზოლუცია. თქვენ მას სიმბოლურიც უწოდეთ. რა ელოდებით, რომ რა რეკომენდაციებს მისცემს ევროპარლამენტი საქართველოს? მე მქონდა
ძალიან კარგი შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ბატონ შულცთან, რომელიც საქართველოში მოვიწვიეთ, ჩვენ გქონდა ძალიან კარგი საუბარი. ასევე მინდა გითხრათ, რომ ევროპარლამენტის კომიტეტმა მიიღო გუშინ რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით. წლის ბოლოს, დეკემბრის ბოლოს დაგმილი არის ჩვენი ასოების ხელშეკრულების რატიფიცირება და მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ეს მისცემს ახალი იმპულსს სხვა ქვეყნებს, სხვა წევრ ქვეყნებს, რომ მათაც დროულად მოახდინონ ასოების ხელშეკრულების რატიფიცირება. აქ არავითარ ჩამორჩენა არ არის, უბრალოდ ეს არის მუშა პროცესი, ყველა ქვეყანას თავისი დღის წესრიგი, თავისი განრიგი აქვს, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ევროპარლამენტი წელსვე წლის ბოლოს მიიღებს მოახდენს რატიფიცირება ჩვენი ხელშეკრულების. რეზოლუციასაც მიიღებს. ბატონო, რეზოლუციასთან ერთად ასევე რეზოლუციას მიიღებს წლის ბოლოს და ასევე რატიფიცირებას მოახდენს ჩვენი ხელშეკრულების. რაც შეეხება ვიზების ლიბერალიზაციას. რაც შეეხება ვიზა ლიბერალიზაციას, მე არ მინდა რომ წინასწარ მოლოდინი გავაჩინო. მე მინდა გითხრათ, ჩვენი ასე ვთქვათ, გაკეთებული საქმე დავამტკიცეთ, რომ პირველი ფაზა აბსოლუტურად დროულად და ეფექტიანად დავასრულეთ, წარმატებით დავასრულეთ. ეხლა მეორე ფაზაზე გადავედით. მეორე ფაზის შესრულება სჭირდება გარკვეული პერიოდი, ჯობია რომ დაველოდოთ, ჩვენი საქმით უნდა დავამტკიცოთ, რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი რომ გავაკეთოთ რაიმე ასე ვთქვათ პროგნოზი, თუ როდის გახდება შესაძლებელი ვიზო რეჟიმი. ჯერ წინასწარ არ მინდა რომ მოლოდინი გავიჩინო მოსახლეობას. ბატონ პრემიერო, რაც ეხება 30 მილიონ ევროს, რომელიც გამოიყო, თუ არსებობს კონკრეტული გეგმა, რაში დაიხარჯება ეს? კი ბატონო. რა თქმა უნდა, კი ბატონო. ესე იგი, ეს არის კიდევ მორიგი დახმარება, ფინანსური დახმარება ევროკავშირის, რომელიც მოხმარდება რეგიონულ განვითარებას, თქვენ იცით რომ ჩვენ რეგიონების განვითარებაზე განსაკუთრებულ ყურადღებას ასე ვთქვათ ვამახვილებთ. ვინაიდან ეს არის ჩვენი მთავარი სადგივარი, ვინაიდან თქვენ იცით რომ რეგიონებში არის განსაკუთრებულ სიდუხშირე რაიონებში. ამიტომ ეს თანხა მოხმარდება რეგიონული განვითარების პროგრამებს და ეს კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის წარმატებული პროექტი. კიდევ ერთხელ ევროკავშირმა დაადასტურა, რომ ჩვენს მიმართ მათი ნდობა არის ურხევი და ისინი ხედავენ, რომ ჩვენ ვართ მოტივირებული მთავრობა, რომ კიდევ უფრო მეც მივახციოთ მათთან ერთად. პრობლემები რომ რჩება ქვეყანაში, ჩვენ კარგად ვიცით, ვინმე არ გაიგებს ისე რომ ჩვენ ყველაფერი იდეალურად არის, ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვერგო, ძალიან ბევრი ამის გამოსწორება დავჭირდა და ჩვენ რეალურად დღეს საფუძველს ვუმყარებთ ჩვენ სახელმწიფოს. ეს არის ყველაზე მთავარი, რომ ჩვენი ქვეყანა გავაძლიეროთ, ჩვენი ხალხი მათი მდგომარეობა გავაუმჯობესოთ. აქვე მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა მე აბსოლუტურად გამჭვირვალედ მივაწოდე ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რაც ხდება საქართველოში. შერჩევით სამართალთან დაკავშირებით იყო გარკვეული კითხვა და გაჩნდა საზოგადოებაში მედიაში, რომ თითქოს რაღაც არავითარ კითხვა მათ არ აქვთ, მათ იციან ძალიან კარგად და მათ აქვთ სრული ინფორმაცია. მე მათ კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად მოტივირებული, რომ მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ, ჩვენ მათ გახსნილი მთავრობა, პროკურატურა მუშაობს თავისით, არავითარ პოლიტიკურ ჩარევას ადგილი არ აქვს, არც ექნება. სასამართლო დღეს არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი, მოსამართლეები არიან თავისუფალნი და ჩვენ ამ მხრივ მხოლოდ და მხოლოდ თანამშრომლობის მოტივაციით ვართ გამშვალული. აქვე მინდა გითხრათ, რომ ევროკავშირი ასევე დაგვირდა, რომ ისინი დაგვეხმარებიან ტრენინგების ორგანიზებაში, პროკურორებისთვის, ადვოკატებისთვის, მოსამართლეებისთვის, ვინაიდან მათ სჭირდებათ, რომ რეალურად მიაღწიონ ევროკავშირის სტანდარტებს. ეს არის ყველაზე მთავარი. ბატონ პრემიერო, ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ქალბატონმა ფედერიკა მოგერინმა აღნიშნა დღეს ბატონმა შულცმაც, რა პოზიციას აფიქსირებენ და თუ კი იქნება ხელმოწერილი ის ხელშეკრულება, რაც რუსეთს აქვს ინიციატივა. თქვენ ნახეთ ალბათ, რომ ყველა არის ძალიან შეშფოთებული ამ ხელშეკრულების არსებობით, ზოგადად ამ იდეით, რომ აპირებენ ხელმოწერას. მე მათ დეტალურად განვმარტე ის რისკები, რაც შეიძლება მოხვდეს ამ ხელშეკრულების გაფორმებას. მათ კიდევ ერთხელ ასე ვთქვათ, მოუყევი, რომ ჩვენ გქონდა ძალიან და გვაქვს კონსტრუქციული მიდგომა ჩვენს მეზობლებთან, მათ შორის რუსეთთან. სხვა შორის მე მინდა აღვნიშნო, რომ მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათი მოწონება, ასე ვთქვათ, ჩვენი ახალი პოლიტიკისადმი, რომ ისინი მიესალმებიან ჩვენი მთავრობის თავშეკავებულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში და ისინი მოგვიწოდებენ, რომ კონსტრუქციული დიალოგი გავაგრძელოთ. დიალოგი არის აბსოლუტურად საჭირო ყველა ნებისმიერ სიტუაციაში და ჩვენ ამას რა თქმა უნდა გავაგრძელებთ. უბრალოდ ისინი არიან ძალიან შეშფოთებული აღნიშნული ფაქტით, რომ აპირებენ ამ ხელშეკრულების გაფორმებას აფხაზეთთან. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სწორედ ჩვენი მთავრობის დამსახურება არის ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ სიტუაციის დეესკალაცია, დაძაბულობის შემცირება, მინიმუმდე დაყვანა ამ 2 წელიწადში ძალიან მოკლე დროში ჩვენ შევძელით პირდაპირ დიალოგის დაწყება რუსეთთან. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, რომ ეს დიალოგი გავაგრძელოთ. უბრალოდ რა თქმა უნდა ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები, როცა საქმე ეხება
ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ ამ საკითხებში რა თქმა უნდა ვერავითარ ასე ვთქვათ კომპრომისს ვერ გავაკეთებთ ვინაიდან ეს არის ჩვენი ტერიტორია და ჩვენ ამას რა თქმა უნდა ვერ შევეგუებით რაც შეეხება ეკონომიკურ სავაჭრო ურთიერთობებს რა თქმა უნდა მიესალმებიან იმ ფაქტს რომ რუსეთთან გვაქვს ჩვენ ასეთი გახსნილი ურთიერთობა რომ მოხდა ბაზრის გახსნა შემდეგ ეს საკითხი და ჩვენ ყოველთვის ამას ვამბობთ რომ ეს არ განიხილება ამ ურთიერთობას ჩვენ უპირობოდ დავიწყეთ მათთან დიალოგი და გავხსენით ბაზარი მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს თქვენ ნახეთ რომ რეალური წინსვლა ამ მიმართულებით არ გვაქვს თუმცა უნდა დაველოთ ჩვენ მოვლენებს სწორედ ჩვენი ძალისხმევით მოხდა ის რომ რეგიონში სტაბილურობა განვამტკიცეთ ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობა და ასე ვთქვათ უსაფრთხოება განვამტკიცეთ და ეს არის ჩვენი მთავრობის მე ვფიქრობ სერიოზული წვლილი ამაში დაველოთ ახლა მომავალში ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ევროკავშირისგან ჩვენი ასე ვთქვათ საერთაშორისო თანამეგობრობისგან საჭირო მეტი მუშაობა მეტი ერთსულოვნება და არ არის საჭირო შიდა დაპირისპირება ეს არის ყველაზე დამსხუნველი და ყველაზე მეტად შემაშფოთებელი რომ საქართველოში ყველანი სამწუხაროდ თქვენი ტელევიზიაც სხვაებიც δηλობენ რომ განსხვავებული რეალობა ჩვენ მოსახლეობას დღეს გვაქვს უნიკალური შანსი მე მინდა მოსახლეობის საყურადღებოდ განმარტო ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი რომ ჩვენი ქვეყანა რეალურად გავაძლიეროთ დღეს გვაქვს უამრავი გამოწვევები შიდა გამოწვევები გარე გამოწვევები საფრთხეები თქვენ ნახეთ რეგიონში როგორ დაძაბულობაა უკრაინის მაგალითად აიღეთ სირია ერაყი სამეზობლო და ჩვენ არ გვაქვს უფლება რომ არ ვიყოთ ერთსულოვანი მთავრობას რა თქმა უნდა სჭირდება კრიტიკაც სჭირდება ყურადღების მიქცევა სჭირდება თანადგომაც ვინაიდან ჩვენ ვაკეთებთ ხალხის საქმეს და ქვეყნის საქმეს ასე რომ აქ კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა და ვაფიქსირო ღია სურვილი რომ ჩვენ ვართ ღია ყველა ინიციატივისათვის რომელიც ხელშეუწყობს ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას. ბატონ პრემიერ, თქვენ ახსენეთ რუსეთი და ამ კონტექსტში თქვენი ოპონენტი ნინო ბურჯანიძე გადანაშაულებთ, რომ გუშინდელი გაცხადების მე ხა ჩვენ ოპონენტებს მე ყველას პატივცემ, მათ აქვს თავისი აზრი, ჩვენი საქმე, ჩვენ რეალურ საქმეს ვაკეთებთ და ჩვენ რეალურ პოლიტიკას ვაკეთებთ. მე ყველა ადამიანს პატივცემ, რომ მათ შეფასებებს. ტუსკს და იუნკერს წელს მოხერხდება რომ შეხვდეთ? ბატონი იუნკერი იყო G20-ის სამიტზე, აქედან გამომდინარე ის ვერ დაესწრო დღევანდელ გუშინდელ უბრალოდ კომისიის შეხვედრას, თუმცა დაგმილი იყო, რაც შეეხება ბატონ ტუსკს, ის ოფისში გამოდის ოფიციალურად დეკემბრიდან, ასე რომ თუ წლის ბოლოს არა, მომავალ დასაწყისში აუცილებლად დაიგეგმო ჩვენ ამაზე უკვე მუშაობთ. შედგება შეხვედრა. იქნება რა ბატონო პრემიერო და ყოველ თქვენ იქნებით ყოველთვის ხანათავმდე. მადლობა.